მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩემი სტუმარია დიმიტრი ლორთქიფანიძე. ბატონ დიმიტრი, მოგესალმები. მოგესალმებით ჩემო ნიკა. როგორ ხარ? მივესალმებით თქვენს ერთგულ მაყურებელს. ო, მადლობთ ამერიკული ასე ვთქვათ არდედაგების და საკმაოდ შთაბეჭდილებებით ჩამოვედი ახალი ურთიერთობებით, ახალი სასარგებლო კონტაქტებით და მიმაჩნია რომ დრო ტყუილად არ დაკარგულა მთელი ამ 11 დღის განმავლობაში, მათ შორის შენი და კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადაგიხდი იმ განსაკუთრებული მასწავლებლისთვის, რომელიც ჩვენს მეგობრებთან ერთად გაგვიწია. მოხარული ვარ, რომ მაყოფილი დარჩი და მოხარული ვარ, კარგად ხარ, ჯანმრთელად ხარ და აი დღეს სურს შენს მორიგვიზიძე ვისაუბრო თანამოაზრეებთან ერთად, რომელიც განახორციელეთ რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ ჩრდილოეთ კავკასიაში. რატო ეხლა და რას ემსახურებოდა და რა შედეგები მოყვა ამ ყველაფერს? ჩვენ შეიძლება ითქვას ბატონ თემურთან ერთად, ბატონ გოჩაცოფურაშვილთან ერთად, ბატონ ბესო წულაიასთან ერთად შედარებით ნაკლებ ცნობილი ჩვენი აუდიტორიისთვის ეს პიროვნება არის ოხუმელი, არის უსაფრთხოების ექსპერტი, ძალიან საინტერესო პიროვნება. ფაქტიურად ვართ თანამოაზრენი, თანამეინახენი ამავე დროს და ძალიან ბევრი საერთო გადაკვეთის წერტილი გვაქვს, როგორც ღირებულებად მასში, ისე პოლიტიკურ ხედვებში. მოხარული რომ საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი პირები ჩემთან ერთად სწორედ იმ დელეგაციას, რომელიც როსკონგრესის მიერ იქნა მიწვეული ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში, სადაც მასპინძელი უშუალოდ გახდათ სულიერებისა და კულტურული ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი იბრაგიმ არსანოვი. იბრაგიმოვი არის ჩეჩნეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი, ერთ-ერთი წამყვანი საჯარო სკოლის დირექტორი და ეგ მოგეხსენებათ ამ გვაროვნობას და ზოგადად ამ სოციალურ წარმომავლობას ამ კონტექსტში ძალიან დიდი ენიჭება შესასარგებლო კონტაქტების განვითარების თვალსაზრისით, იმიტომ რომ სწორედ ბატონ იბრაგიმ არსანოვის ხურება იყო, რომ ჩვენ ინტელიგენციის ძალიან კარგ და ძალიან მადლებს შევხვდით და გქონდა მათთან ძალიან საინტერესო შეხვედრები. ისე როგორც ვიყავით მაგასში, ეს გახლავთ ინგუშეთის დედაქალაქი და მინდა გითხრათ, რომ აი ჩეჩნეთით ერთგვარი წრე შეიკრა ჩრდილოეთ კავკასიაში მოგზაურობისა კავკასიური დიალოგის ფარგლებში, რომელიც გახლავთ საკონსერვაციო რეჟიმი და რომელშიც მე და ბატონი თემურ მაისურაძე სისტემატურად ვიღებდით მონაწილეობას, ისე როგორც ბატონი გოჩაცოფურაშვილი ჩაერთო პიაციგორსკში ამ საკონფერენციო რეჟიმში. ხოლო ეხლა ჩვენ დღეს ამ დღეების განმავლობაში შესაძლებლობა გქონდა, რომ ერთად მოგვინახულოთ ჩეჩნეთი და გაგვეგო ამ ძალიან საინტერესო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, ის პრიორიტეტები, რომელსაც ჩვენი ტრანსსაზღვრო, ასე ვთქვათ, რესპუბლიკის წარმომადგენლები ითვალისწინებენ, იზიარებენ, გააჯვებენ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ასევე გქონდა შეხვედრები ოჯახებში წარმომადგენლობით, ვთქვათ, პიროვნებებთან, რომელსაც სხვადასხვა პოზიციები უკავიათ, მნიშვნელოვანი პოზიციები უკავიათ აი სოციალურ სფეროში, სოციალურ მასში გრემოში ჩეჩნეთის რესპუბლიკის და ყველგან იყო ძალიან მნიშვნელოვანი აღინიშნოს ერთი და იგივე განწყობა იმ კუთხით, რომ ისინი ჩეჩნეთის აღორძინებას და მომავალს და არამხოლოდ ჩეჩნეთის, იმიტომ რომ აქ საუბარია ნოხჩიზე, ნოხჩი ეს არის ჩეჩენი ერის და ინგუში ერის საერთო სახელწოდება, რომელსაც ისინი ვაინახური წესით გამოხატავენ, ასე ვთქვათ, ვაინახები ესენი არიან ხალხი, ჩვენი ხალხად წოდებული ტერმინი გახლავთ, ხოლო ეს ჩეჩნები არის შემოტანილი მე-19 საუკუნეში, ვთქვათ, შორის არამედ ის კი, ასე ვთქვათ, შეკილი ტერმინია რუსეთის იმპერიაში. ხოლო მათი სახელწოდება არის ნოხჩი. ნოხჩი თავის მხრივ ნიშნავს ნოეს შთამომავლებს, ნოეს ხალხს, შეიძლება ასე ითქვას. და ეს არის მართლაც როგორც ჩვენი არსაიდან მოსული ხალხი, ადგილობრივი მკვიდრნი არიან და საუკუნეობაში ჩვენ ვიზიარებდით ძალიან ბევრ საერთო
კულტურულ ღირებულებას. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ მე-13 საუკუნე ჩეჩნური დამწერლობა მთლიანად ემყარებოდა ქართულ გრაფიკას და დღესაც მიმდინარეობს ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი სჯაბაასი იმასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი კონცეფცია სამეცნიერო ეწყობა თვითონ ჩინეთში, თუ რამდენად პროგრესული იქნებოდა ქართული დამწერლობის გამოყენება მათი ლიტერატურის განვითარებისა და საერთოდ დამწერლობის განვითარების მიმართულებით. ვინაიდან ეს კიდევ ერთხელ ვიმეორე, იყრდნობა თავისუფლებ ძველ ისტორიულ გამოცდილებას, რომელიც ისტორიული მეხსიერების სტილში საკმაოდ კარგად არის შემორჩენილი ჩეჩნებში. მე მოგახსენეთ, რომ ჩეჩენ ინგუშები ერთი ხალხია, მაინც მინდა გამოვყო, რომ ინგუშებში ისტორიული მეხსიერება საქართველოსთან მიმართებით მაინც უფრო საკრალიზებულია. ძალიან წმინდად იცავენ ისინი ქართველების მიმართ ისცემას და იმ ხსოვნას, რომელიც საუკუნეებიდან საუკუნეების განმავლობაში გადმოეცემოდათ მათ და ეს არ ეხება მარტო უახლეს ისტორიას, ეს ეხება ძველ პერიოდსაც, მინდა ასევე აი წარმოგიდგინოთ დღეს ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაშიც მივიტანე, ეს გახლავთ სწორედ თქმულებები და მითები თამარზე, რომელიც ინგუშეთში მაჩუქეს და რომელიც არის თარგმნილი ინგლისურად, რუსულად, ინგუშურად და ქართულად. და ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აქ არის ესეთი ისტორიოგრაფიული წყაროები მოტანილი, რომელიც ჩვენ ისტორიკოსებისთვის მართლა ძალიან საინტერესოა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო დღეს ასე ვთქვათ გააკეთებული განცხადებიდან, რომ საკითხი ეხება ბასიანის ბრძოლაში თამარ მეფის დამღე მოწინავე რაზმს, რომელსაც მთლიანად ღალღაი წარმოადგენდა, ანუ ერთ-ერთი ტომი, რომელიც სახლობდა მთებში, რომელსაც ჰქონდა განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, მონაწილეობა მიიღო მესხებთან ერთად მოწინავეთა რაზმში. ანუ ეს ხალხი იყო მთლიანად ინტეგრირებული ქვეყნის სამოქალაქო პოლიტიკურ თამარს გათავისუფლებული ყავდა ისინი ყველანაირი ბეგარისგან და პირიქით დიდი აბრეშუმის გზაზე არსელა სიკეთე, ასე ვთქვათ, ხმარდებოდა მათ. როგორც სრულუფლებიან ინტეგრირებულ წევრებს ქართული სამეფოს ხაზზე მინდა გავუსვა. და ეხლა რასაც მე თქვენ მოგახსენებთ, ეს არის უშუალო გადმოცემა, ვინაიდან ინგუშეთის პირველ პირს შევხვდი მე მაჰმუდ ალი კალიმატოვს ძალიან საინტერესო პიროვნებას. ეს ჩვენი შეხვედრა მოხდა სოჩში 2024 წელს, როდესაც მე საქართველოსდან ჩაყვანილი მყავდა ქართული დელეგაცია და აი ინგუშურ დელეგაციას უშუალოდ პირველი პირი თაობდა მაშინ და ჩვენ ერთმანეთს შევხვდით სოჩში, ჰქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა კულტურული პროგრამის გათვალისწინებით და ძალიან ვისაუბრეთ და მათ ყავდათ თავისი მთავრობის წარმომადგენლები და მე ძალიან სერიოზულად განიხილავენ საქართველოსთან კულტურულ თანამშრომლობის გარკვეულ საპროექტო ასპექტებს. და შემთხვევითი არ არის, რომ სულ 3 თვის წინ ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი ფოლკლორული ფესტივალი მაგასში, ინგუშეთში და ქართული დელეგაციის დაკომპლექტების ბედნიერება მეტწილად მთხოვეს და მართლაც აქედან ჩვენ გავუშვით ძალიან კარგი შემადგენლობა ჩვენი ფოლკლორისტების. ასე რომ ეს ურთიერთობები იზრდება, ეს ურთიერთობები პროგრესებს, ხალხთა შორის ურთიერთობას გააჩნია სახალხო დიპლომატიის ძალა, რომელსაც შეუძლია ინჭოს რეალურ პოლიტიკას, ბუნებრივია და რა თქმა უნდა ჩვენ არ აგვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ მთავრობის მაგ რაღაცას ვაკეთებთ. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც ნორმალურ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის კონტექსტში დეს ხალხი და ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უნდა ზრუნავდნენ ხალხთა შორის ურთიერთობის განვითარებას სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში. მეცაც გეტყვით, თვითონ ინგუშები მოგესალმებათ, რომ ქართულ, ანუ აფხაზეთში განვითარებულ კონფლიქტში არ იღებდნენ მონაწილეობას არანაირად ქართველების წინააღმდეგ. ეს მათ ყოველთვის აი ლაიტმოტივად დასდებთ ხოლმე და ყოველთვის განმარტავენ, რომ ასეთი რამე ვერც მოხდებოდა და ვერც მოხდება ვერასდროს, იმიტომ რომ ისინი საკუთარი ძმების წინააღმდეგ გასოდეს არ აწევენ ხელს, გულისხმობენ ქართველებს ბუნებრივია. და მინდა გითხრათ, რომ თვითონ ჩეჩს გაბატონებული ესეთი აზრი, რომ აი ეს მთიელ ხალხთა კონფედერაციის შექმნის მომენტი ეს იყო გარკვეული სპეციალური სამსახურების მიერ ნაკარნახევი მოქმედება, რომელშიც ჩეჩენი ხალხი მოთხოვებით იქნა ჩართული, ვინაიდან
იყო რაღაც გარკვეული ისლამური ფუნდამენტალიზმის ეგიდით მომხდარიყო ხალხის მოწოდება თითქოს აფხაზეთში რაღაც რელიგიური ნიშნით ხდებოდა ქართველების მხრიდან შევიწროება და როდესაც ჩეჩენთა ის ჯგუფი რომელიც ჩავიდა აფხაზეთში ისინი დადგნენ ფაქტის წინაშე რომ მსგავს რამეს ადგილი არ ქონია და დღეს ძალიან ჩეჩენი გულწრფელად გამოხატავს სინანულს იმასთან დაკავშირებით რომ მათ არ უნდა მიიღოთ მონაწილეობა ამ კამპანიაში რომელსაც თქმა უნდა პროვოკაციული ხასიათი რომელიც იმართებოდა ჩვენი ასაწიუკებლად და რომელსაც ჰქონდა გეოპოლიტიკური მიზნები მათ შორის არავის გაუკვირდეს რომ ეს მიზნები ნაკარნახევი იყო ოკეანის გაღმიდანაც იმიტომ რომ პოსტსაბჭოურ სივრცეში ცეცხლის განთება და ეთნიკური ხშუს გაღვივება იყო სწორედ ის მიზანი რომელსაც პოსტსაბჭოურ სივრცეში შემდგომი გავლენები უნდა განესაზღვრა გლობალური დასავლეთის სასარგებლოდ და რა თქმა უნდა რუსეთისებაც იმ პერიოდში მთლიანად იმყოფებოდა გლობალური დასავლეთის მართვის ქვეშ მე მგონი არავისთვის სურპრიზი არ იქნება თუ ვიტყვი რომ სწორედ ასე იყო ელცინის მმართველობის პირობებში და დღეს რუსული ასე ვთქვათ საექსპერტო საზოგადოება და რუსული წყაროებთან დაკავშირებით უკვე ღიად აკეთებენ კიდევაც განცხადებას რუსული გეოპოლიტიკის დამოუკიდებელი წახნაგები გამოჩნდა მხოლოდ მას შემდეგ რაც აი კონფერენციაზე პუტინის ისტორიულ გამოსვლას მოყვა უკვე შემდგომი ნაბი და რუსეთს შეეცადა რომ კოსოვოში განვითარებული მოვლენების საპირწონედ დემონსტრირება მოეხდინა თავისი ძალისა ძალიან სამწუხაროა რომ საქართველოს აღმოჩნდა 2008 წელს სწორედ აი ამ დარტყმის ქვეშ და ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ არსებობს მოულაპარაკებელი და გადაუწყვეტელი საკითხები ის რაც მოხდა 2008 მიეცეს ანუ ეგულისხმობ აგვისტოს მოვლენებს უნდა მიეცეს სათანადო სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება ეს პირობა დადებულია ხმაღლა მათ შორის ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიერ და ჩვენ აეხლავით იმ პროცესებს როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებებით აღსრულდება როგორც პოლიტიკური ისე სამართლებრივი მნიშვნელობის საკითხები და ყველაფერს მოეფინება გარკვეულწილად ნათელი. ჩვენ და გვესმოდეს, რომ კოლექტივ ნაციონალური მოძრაობის არსებობა და მისი კვალი ძალიან სერიოზული ხელშემშლელი ფაქტორია საქართველოსთვის ახალი გეოპოლიტიკური სივრცის საქმეად და ახალი საგარეო პოლიტიკური ვექტორების საზღვრისთვის. ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს შესაძლებლობა იგივე კონსტიტუციიდან გამომდინარე მოგეხსენებათ ნიკა, რომ 78 მოხში პირდაპირ წერია ჩვენი ეგრეთ წოდებული ისტორიული არჩევანი ჩრდილოაფრიკის სივრცის მიმართ, რაც არის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გარდამავალი პოლიტიკური დებულებების ჩანაწერი კონსტიტუციაში ეს სხვა არაფერი არა, ხელი შეკვრა ქვეყნისთვის, რომ ჭირდება განვითარება როგორც დასავლეთით, ისე აღმოსავლეთით. აქ ისე ინფორმაციისთვის ვიტყვი, ვისაც არ ახსოვს, რომ სხვათა შორის კოსოვო როცა აღიარეს დაგვიანოცა სააკაშვილმა შენ კარგად გახსოვს ეს უბრალოდ მაყურებლებისთვის ვამბობ, რომ თითქოს შეგვამზადა რა, რომ ამას მოყვება რუსეთის მხრიდან საპასუხო მოქმედებაო ჩვენ ავტონომიებზე და მართლაც ასე მოხდა. იმიტომ რომ იცოდა მან ყველაზე კარგად თუ რას აკეთებდა და რა გათვლით იყო ეს ყველაფერი თავის დროზე. აქ ახსენე ერთი რომ ჩtildeოთ კონკრეტულად ინგუშეთი და ჩეჩნეთში მათი ლიტერატურული ან უბრალოდ საჯარო დავუშვათ წერა მე ვამბობ გრამატიკას დღემდე არის კირილიცა ხო არ მეშლება ხო და აი ახსენე რომ კარგი იქნებოდა თუ სურვილი აქვს რომ იყოს ქართულ დამწერლობაზე მე და ლევან მეტონიძეს ჩვენ საერთო მეგობარს ლევან ძალიან ბევრი საინტერესო ნაშრომი აქვს ერთ პროექტში მეც მივიღე მონაწილეობა ანუ მედია პროექტს გულისხმობ და მაინტერესებს ჩემთვის პირადად ნაკლებად იყო ცნობილი რომ გამოცემები იყო თან მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე ჩვენი კულტურული ძეგლები უკვე აფხაზურენით, მაგრამ ქართული დამწერლობით და მსგავსი გამოცდილება ჰქონდათ ჩრდილოეთ კავკასიაში, ანუ რამე ნაშრომი არის ქართული გრაფიკით შესრულებული. ძალიან კარგი შეკითხვაა, გამომდინარე იქიდან რომ
ხელნაწერები, მათ შორის ინავს ქართულ გრაფიკას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი შესწავლისთვის. მე ყველაფერს ვიღონებთ ჩვენ იმისთვის, რომ ბატონ ლევან მეტონს გერმანიიდან გაუხსა ჩეჩნეთში, ინგუშეთში, დაღესტანში, რომელიც ასევე მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო წყაროებს ინახავს. რამოდენიმე წლის წინ შეიქმნა დაღესტანში რასულ გამზათოვისა და დავით გურამიშვილის საზოგადოება ქართულ დაღესტნური მეგობრობის ხაზგასმის მიზნით ძალიან ბევრი კულტურული მომავალში იგეგმება და დაღესტანი მოგესწენებათ ძალიან მდიდარი დაღესტნის არქივები ძალიან მდიდარია ქართული ხელნაწერი ძალიან ხშირად ხდება ხოლმე აღმოჩენა ახალი და ახალი ხელნაწერების რომელთაც ინტერნეტშიც YouTube-ის ქსელშიც არაერთი ვიდეო ინფორმაცია ინახება. ამიტომ ამას ჭირდება რა თქმა უნდა სათანადო სპეციალისტების მოვლინება, დაინტერესებულების ჩართვა და ვფიქრობ რომ ლევან მეტონიძე როგორც ნოვატორი ქართული დამწერლობის პოპულარიზაციისა და მთავარია მეცნიერული დასაბუთებისა იმასთან დაკავშირებით რომ სწორედ აფხაზებს 1954 წლამდე შეგვით არ ქონდათ ეს ქართული დამწერლობა და საუკეთესო ნაშრომები მათ აქვს სწორედ ქართული დამწერლობის გამომხატველი ასე ვთქვათ შესაძლებლობებით უზრუნველყოფილი 14 წლამდე. Ხოლო გასაგებია პოლიტიკური მიზნები გამომდინარე რომ არ მოხარიყო საქართველოს როგორც კავკასია ცენტრულობის ხაზგასმა შესაბამისად ენობრივმა პრიორიტეტებმაც ასე ვთქვათ იცვალა ასე ვთქვათ მოკლედ რომ ვთქვათ და ის რომ კირილიცა მაგალითად არ აღმოჩნდა ყაზახებისთვის თუნდაც შესაფერისი გამომხატველობითი ასე ვთქვათ უნარის მატარებელი დამწერლობა და მათ შეცვალეს ლატინიცათი მოგეხსენება თურქულ ხიდაზე გადავიდნენ ისინი არც თუ ისე დიდი ხნის წინ სულ რამოდენიმე წელია თუ არ ვცდები 2019-ში თუ 2020-ში და ის რომ დღეს ჩეჩნეთში მიმდინარეობს ძალიან აქტიური განხილვა ამ საკითხისა მე ვფიქრობ რომ ეს არ უნდა გახდეს პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ბუნებრივია ეს უნდა იყოს ძალიან სწორად დაყვანილი ფედერალური ხელის წინაშეც და ამას უნდა მიეძღვნა სამეცნიერო კონფერენციები მე მინდა გითხრა ლევანს ჩვენ მე და ლევანს ჰქონდა შესაძლებლობა 2022 წელს გორჩაკოვის ფონდის მიერ ორგანიზებულ ქართულ-რუსულ დიალოგში მიგვეღო მონაწილეობა გერმანიიდან ჩაერთო მაშინ ლევანი ბერლინიდან და ძალიან დასწრებული 15 წუთიანი მოხსენება გააკეთა თავისი ვიზუალიზაციით, ვიდეო ვიზუალიზაციის გამოყენებით და მახსოვს მისი ოპონენტი იყო ერთ-ერთი ცნობილი რუსი პოლიტოლოგი ბატონი ალექსეი ტოკარევი. და მესმის რომ ბატონი ალექსეი არ შეხვდა ახლა დიდი აღწევანებით ამ იდეას, თუმცა ძალიან ყურადღებით მოусმინა. და მესმის რომ რაც კომპლექსებს იწვევს რუს კოლეგებში აღნიშნული საკითხი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის ბუნებრივია, ის რაც სწორად გამოადგება მთელ ერს აქ ხო ერთ ჯგუფზე საუბარი მთელი ერის კულტურული თავისებურების საკითხს ეხება ეს თემა და შესაბამისად თუ კი აქვთ სურვილი, თუ კი ისინი ასაბუთებენ და თუ კი ისტორიული მეხსიერებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიიჩნევენ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის. მზად უნდა ვიყოთ. ის როგორც ძალიან მნიშვნელოვანია ნიკა აღინიშნოს, დღეს მე საგანგებო ნიშნე კიდეც ერთგან, რომ არ უნდა დავიწყოთ ძალიან მნიშვნელოვანი ქართული კანონი თანამემამული სტატუსის შესახებ. ეს კანონი 2011-ში არის მიღებული, ბევრთვის დავიწყებულია საერთოდ. ეს კანონი განსაზღვრავს ვინაობას იმ ჯგუფებისა, ვისაც მიენიჭება თანამემამული სტატუსი, აქ ძირითადად საუბარია საქართველოში დააბადებულ ადამიანებზე, ჩვენს თანამემამულეებს დიდი ხანია დატოვეს ქვეყანა, აღარ არიან საქართველოს მოქალაქეები და სურვილი აქვთ რომ მიიღონ თანამემამული სტატუსი იმისთვის რომ საეტაპო დოკუმენტით შემდგომში მიიღონ უკვე მოქალაქეობა. ეს შეეხება რაც შეეხება ეთნიკურ ქართველებს, რომლებმაც თავის დროზე დატოვეს ან არ დაბადებულან საერთოდ საქართველოში და ცხოვრობენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მაგრამ ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ თანამემამული სტატუსი ითვალისწინებს სტატუსის მიღებას, ქართველი თანამემამული სტატუსის მიღებას, ასევე ითვალისწინებს იბერიულ-კავკასიური ენობრივი ოჯახის წარმომადგენელი ეთნიკური ერთეულის წარმომადგენელი პირი.
ამ შემთხვევაში ჩეჩენი ინგუშები პირდაპირ ხვდება აი ამ კავკასიურ იბერიული ენობრივი ჯგუფიდან გამომდინარე, რასაც ისინი ფლობენ და შესაბამისად ეს არის საკმარისი პირობა იმისთვის, რომ ჩვენი ასე ვთქვათ ინგუში ძმებისთვის, ჩეჩენი ძმებისთვის ასე ვთქვათ თანამამული სტატუსმა გააღრმავა ჩვენ შორის ურთიერთობები, რომელიც ერთხელ ვიმეორებ სამეზობლო პოლიტიკის დათმობის თვალსაზრისით და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია აღინიშნოს საქართველოს ტერიტორიულობის აღდგენის საკითხში ასე ვთქვათ მეგობრების ჩართვის, ფასილიტატორების ჩართვის კუთხით, რომ იქნებოდა ასევე ითქვას, შეიძლება ითქვას, როგორც სტრატეგიული ამოცანა. იმიტომ რომ აფხაზეთთან საუბარი არის საკითხი. მე ადიღიაში, ქალაქ მაიკოპში გამართულ კავკასიურ დიალოგზე მქონდა შესაძლებლობა მესმინა აფხაზი ახალგაზრდების პოზიცია და ისინი საკმაოდ შეურიგებელ გამოხატავენ და აფიქსირებენ ქართველებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აი პროპაგანდამ ფაქტიურად ძალიან მძიმედ იმუშავა მათ ფსიქიკაზე, შეიძლება ასე ითქვას. და ეს სიძულვილის გამომხატველი ესეთი სტერეოტიპული დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ სამუშაოს გვიჩენს ჩვენს მომავალს. მაგალითად, შემიძლია დაგისახელოთ სოხუმის უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტი სოხუ აფშხუ, რომელიც არის მუხაჯირის შვილი, რომელიც დაბრუნდა აფხაზეთში. მუხაჯირები ვთქვათ, რომ ეს არის თურქეთში გადასახლებული უკან დაბრუნებული, ხო? დიახ, თურქეთში გადასახლებული და უკან დაბრუნებული მუხაჯირი შთამომავალი და რომელსაც ესე იგი მინდა გითხრათ, რომ მან გააოცა კიდევაც რუსი ექსპერტები. იმიტომ რომ 22 არის და გააკეთა ესეთი განცხადება, მოდელირებული პანელი იყო, მოკლედ, სადაც აფხაზეთთან დაკავშირებით არსო ესაუბრა თუ რა განვითარების მოდელია აფხაზეთისთვის ყველაზე ნელი და სწორი. და ეკონომიკური ასპექტის გათვალისწინებით მან აღნიშნა, რომ აფხაზეთის ახალგაზრდობა ძალიან დიდ იმედს ამყარებს თურქეთთან შემდგომი მჭიდრო ურთის საკითხიდან გამომდინარე. და ასე ვთქვათ, და დაუმალავად განაცხადა, რომ თურქეთთან შემდგომი ასე ვთქვათ დაახლოების პროცესი ეს აფხაზი ახალგაზრდების ასე ვთქვათ ერთგვარი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური თვალსაზრისით გარკვეული წრეებისთვის რუსეთის ფედერაციაში და იმ ექსპერტებისთვის აუცილებელი, იმიტომაც თქვა ერთ-ერთმა ექსპერტმა, რომ Абхазия отдаляется от России семимильными шагами в пользу Турции, в направлении Турции. Да. Თუკი ახალგაზრდობას გააჩნია ესეთი დამოკიდებულება, ჩვენ ის გადაგვჩენია, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ლეგიტიმური ინტერესების მიმართ სწორი მომსახურება, რასაც მე სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ხედავ პოლიტიკურ ყოველდღიურ დღესწესრიგში. მე არ ვამბობ, რომ არაფერი არ კეთდება, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გარკვეული, ასე ვთქვათ, დიპლომატიის კუთხით, რასაც დიპლომატიას დავარქმევთ ისევ და ისევ, მაგალითად, წელიწადში 2400-მდე აფხაზეთში მცხოვრები პიროვნება იღებს სამედიცინო დახმარებას ქართულ ჰოსპიტალებში და სამედიცინო სერვისებს ღებულობს სხვა მიმართულებით. ეს რა თქმა უნდა ძალიან ეს უფასოდ, საუბარია უფასოდ, აბსოლუტურად უსასყიდლოდ. და ძალიან ბევრი გადმოდის, კიდევაც აქვს რაღაც გარკვეული სავაჭრო ურთიერთობები. ჩემთვის საერთოდ ცნობილი გახდა, რომ არსებობენ ისეთი კომპანიებიც აფხაზეთში, რომლებიც ასე იგი ქართული სავაჭრო ნიშნით ვაჭრობენ და გადის მათი საქმელი აფხაზეთის ფარგლებს გარეთ. ეს ყველაფერი სისტემაში მოსაყვანო ბუნებრივია. და ეს ფრაგმენტები არაფრის მომცემი არ იქნება თუ საბოლოო სისტემური დამოკიდებულება არ განისაზღვრა. ამისთვის ჩვენ გვჭირდება ძალიან ბევრი მეგობარი, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი და ვფიქრობ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ჩეჩენი ინგუშები აი ამ თვალს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ასე ვთქვათ, გამომდგარი და სანდო მეგობრება აღმოჩნდნენ. მე მესმის, რომ ეს არ არის გლობალური პოლიტიკური, ასე ვთქვათ, კითხი ჩვენი ხელისუფლებისთვის ამ ეტაპზე, მაგრამ სახალხო დიპლომატიის ფარგლებში აი ამ ნიადაგის მომზადება, მე ვფიქრობ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო და სწორედ ამის
თანა საკითხების შემდგომი მომზადებისა და მომწიფების თემა შეეხებოდა ბატონი თემის სურაძეს, ბატონი გოჩაცოლის, ბატონი ბესოწულაიას და ჩემი თქვენი მონამორჩილის ვიზიტი. აფხაზეთთან დაკავშირებით, როგორც შენ ახსენედ, ყველაზე ნეგატიურად კონტექსტში მოიაზრებოდა ჩეჩნეთი. ჩეჩნეთთან ჩვენი ურთიერთობა, ასე ვთქვი, ნაიარევია. განსხვავებით ინგუშებისგან, მე რუსლან აუშევი მახსოვს, ჩვენ კარგად გვახსოვს მე და შენ, ეს იყო სახელოვანი საბჭოთა გენერალი, რომელიც ჯერ კიდე ავღანეთში მიიღო გმირობა, შემდეგ ინგუშეთის პრეზიდენტი იყო და ყოველი მისი გამოსვლა იყო საქართველოს დიდი სიყვარულით ახსოვს. განსხვავებით ჩეჩნური ხელისუფლებისგან და აი ეხლა ჩვენ აფხაზეთზე ვისაუბრეთ და ჩეჩენ-ინგუში ხალხის ესე ვთქვათ მონაწილეობა აი ამ სახალხო დიპლომატიაში. მე მაინტერესებს რომ ინგუშეთში ნამდვილად არ ვიცი ეხლა რა გავლენები აქვს, მაგრამ ნუ ჩეჩნეთს მართავს კადიროვი. ვიცით ყველა ვინ არის ეს კადიროვი და მაინტერესებს მიუხედავად იმისა რომ კადიროვია ჩეჩნეთში შესაძლოა რომ ჩეჩენ-ინგუშებთან ჩვენ კონკრეტულად აფხაზეთთან ან ცხინვალთან მოგვარების დროს პოზიტიური როლი ვათამაშებინოთ? კადიროვის ფაქტორი არ იქნება. მოდით შევხედოთ იცით საკითხს. როგორ უყურებს თავად ჩეჩენი ხალხი კადიროვის ფაქტორს. ძალიან ბევრი პრაგმატულად უყურებს ამ საკითხს და გამოდიან რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური აღმავლობის მანიშნებელია. პირველ რიგში ეს არის დემოგრაფიული სურათი. თქვენთ რომ იმ ორი საომარი კამპანიის შემდგომ ჩეჩნეთში დარჩენილი იყო სულ 100,000-მდე ადამიანი. დღეს მათი რიცხვი 1,700,000. მინდა გითხრათ რომ ჩეჩნეთის პოპულაცია არ კონცენტრირდება დიდ ქალაქებში, როგორც არის შალი. არამედ არის ესეთი დაუწერელი კანონებით შეიძლება ასე ითქვას, რომ ჩეჩნეთი როგორც სოფლის ცივილიზაცია ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სოფლის განაშენიანებას და მინდა გითხრათ რომ ჩვენ ვნახეთ სოფლებს 10-12,000 კომბლის ახლობს. მაგალითად ბოლოს ვიყავით ტალსტოი იურტი არის ესეთი სოფელი, ასევე ვიყავით ჩირი იურტში და ძალიან დიდია მოსახლეობის რაოდენობა და ეს სოფლები კიდევ უფრო იზრდება. წარმოიდგინეთ, ეს პროცესი საქართველოში პირიქით ვითარდება, ანუ ნეგატიურ დინამიკაში ვითარდება, იზრდება ქალაქის მოსახლეობა, სოფლებით ძალიან ბევრი სოფელი კვდება უბრალოდ და საბოლოო ჯამში მივიღეთ თავკომბალა საქართველოში, თბილისში და ითქვას სხვა შორის ბატონ თემურს ჰქონდა მაისურაძეს ეს ამოკვლევა, რომ ქართული ეკონომიკის 63% თავმოყრილია თბილისში. ეს რა თქმა უნდა სრულიად ანომალიური მოვლენაა და ეს მიუთითებს რომ თუ ასეთ დინამიკა გაგრძელდა, უბრალოდ მივიღებთ გაუდაბურებულ საქართველოს. აი ეს პროცესი ძალიან დინამიურად, ძალიან მოწესრიგებულად, ვთქვათ, ყალიბდება და ვითარდება ჩეჩნეთში. მოსახლეობა მრავლდება, პოპულაცია იმატებს, კეთილდღეობის ინდექსის თვალსაზრისით ჩეჩნეთი არის ყველაზე განვითარებული რეგიონი, რომელშიც 100 მილიარდი რუბლი სუბსიდირდება ცენტრალური ბიუჯეტიდან და უნდა გითხრათ რომ აი ჩეჩნეთში გროზნოში რომ სეირნობთ, თავი გეუბნებათ დუბაიში. ისეთი ინფრასტრუქტურა შენდება. მინდა გითხრათ რომ მაგალითად მე-7 რაიონში ვიყავით, ეგრეთ წოდებული მე-7 რაიონი, რომელიც 7,7 კილომეტრის მანძილზე 6-ზოლიანი მოძრაობის გამზირზე გულისხმობს პრემიალურ ხარისხის კორპუსებს და რომელიც აშენდა სულ რაღაც 2 წლის განმავლობაში ადგილობრივი რესურსების გამოყენებით. პატრიოტული მოტივი არის საოცრად აღლებული, საოცრად ძლიერი. ახალგაზრდობა ძალიან სტრიგებულია, ჩვენ მქონდა შესაძლებლობა ნავთობის სანავთობო ტექნოლოგიის უნივერსიტეტს სტუმრობდით, ასევე მე მანამდე ვიყავი კავკასიის ფარგლებში სახელმწიფო უნივერსიტეტში, გროზნოსი
სადაც თქვენ გქონდა კონფერენცია დიალოგთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ, რომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა თვითონ მოწესრიგებული სახის ხილვა ახალგაზრდობის. ქალი ქალს გავს, კაცი კაცს გავს, უაღრესად ასე ვთქვათ, თავის ციებში გამოხატული და არ ვიცი, აი ჩემ მეგობრებსაც, კოლეგებსაც აი ესეთი ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება გამოყვა სწორედ ჩეჩენი ახალგაზრდების ყოფაქცევის, სანიმუშო ყოფაქცევიდან გამომდინარე და აი ყველაფერს ამას თუ შევაჯერებთ, ვთქვათ, რომ ამშენებლობის პროცესი შეუცვლელად ხასიათს ატარებს. სამეცნიერო ტექნიკური განვითარების თვალსაზრისით ძალიან ძლიერი და დიდი სუბსიდირება ხორციელდება, ამასთან დაკავშირებით საუბრა ვაზისა და ღვინის მიმართვებმა ბატონმა მალიკ ბატუკაევმა გვესაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით, ის საფრანგეთში მოღვაწეობს, არის საფრანგეთის ღვინის აკადემიის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი და მასთან ჩვენ სტუმრობებოდით მთელი 2 დღის განმავლობაში, არ გაგვიშვა ერთი დღის მეორე დღე გთხოვა, რომ მინდა ძალიან ბევრი რამ გესაუბროთ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით, საქართველოს გეორგი ეს არის მიწათმოქმედა, თქვენ ვალდებული ხართ, რომ უფრო მეტი ყურადღება და დრო დაუთმოთ სოფლის მეურნეობას და მათ შორის მისი ინიციატივა იყო, რომ საქართველოში შეიქმნას ვაზისა და ღვინის ინსტიტუტი. არა აგრარული ფაკულტეტები, რომელიც ჩვენ გვაქვს სოფლის მეურნეობა და აგრარული ფაკულტეტები ტექნიკურ უნივერსიტეტში და სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში, არამედ ცალკე შეიქმნას ღვინისა და ვაზის ინსტიტუტი, რომელიც იქნება მსოფლიო მასშტაბით, ასე ვთქვათ, მიმცემი მაგალითისა იმ ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, რომელიც თავისუფლად ცოდნის ეკონომიკას აამაღლებს ჩვენს ქვეყანაში. როგორ შეიძლება რომ ხოლიც ერთი იმერეთის ხელა თავისი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებით 93 მილიარდი ევრო ექსპორტს ახორციელებდეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისა, ხოლო ჩვენ საბჭოთა კავშირის დროინდელი სასოფლო-სამეურნეო განვითარების ნიშნულს დღეს ჩამორჩებოდეთ იმ ნიშნულის, ანუ იმ სიმძლავრეების 2%-ის დონეზე ვიყოთ დასულები. მაშინ როცა აზერბაიჯანი და სომხეთი ავითარებს თავის სასოფლო-სამეურნეო საწარმოო სიმძლავრეებს. ანუ ძალიან ბევრი საკითხი, ნიკა მე არ მინდა რომ ძალიან პათეტიურად გამოვიდე, მაგრამ სახელმწიფოს 5 ნიშანი, ხალხი, ხელისუფლება, სუვერენიტეტი, საგარეო აღიარება, ეს ყველაფერი აი რომ ვთქვათ შევაფასოთ და ანალიზი გავაკეთოთ, არა, ბევრ რამეში ძალიან ვკოჭლობთ. ძალიან ბევრ რამეში ვკოჭლობთ. და ეს არის პირველ რიგში ცოდნის ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებული თემა, რომელსაც აეხლა მიეგზავნება და ძალიან კარგია ეს ინიციატივები, რომელიც კეთდება განათლების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, თავმას არ ქონდეს გარეგნული ხასიათი და მთლიანად შიდა ანატომიას მიეძღვნას, ხარისხი გაძლიერდეს. საბავშვო ბაღის დონიდან, დაწყებითლების დონიდან, საჯარო სკოლებში იგივე გერმანული მოდელის გადმოღება მოხდეს, ორიენტაცია მოხდეს. არ არის საჭირო 100%-დან 90% მიდიოდეს სასწავლებლებში. უნდა იყოს წახალისებული პროფესიული განათლების, ასე ვთქვათ, მიღების შესაძლებლობა. ამისთვის საჭირო რომ ბიზნესი განვითარდეს, რომელიც დაასაქმებს შემდგომში პროექტდამთავრებულს. და უმაღლესი განათლება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომელიც მისასალმებელია, რომ ქვეყანაში იქნება უფასო და იმედია, რომ უფასო განათლების უკან გაიზრდება კონკურენცია უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარელთა შორის და რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს უკვე ხარისხს. იმიტომ რომ მე და შენ გახსოვს იმ თაობას მივეკუთვნებით, როდესაც სამინისტროში ჩაბარება იყო პრაქტიკულად მართლა ნიჭიერი ბავშვების და ნიჭიერი აბიტურიენტების ხვედრი. მიუხედავად თქვათ 1000 მოარული ხმებისა კორუფციასთან დაკავშირებით, საბოლოოში ჩვენი თაობის უნიჭიერესი ახალგაზრდებიან ყველაზე უფრო პრესტიჟულ ფაკულტეტებზე. კი, ასეც იყო. აი ეს უნდა გითხრა ისიც, რომ ეხლა ბევრი გვამონათებს ქვეყანას ეგრეთ წოდებული რადიკალ პოზიციიდან, რომ თითქოს საბჭოური განათლების სისტემას უბრუნდებითო, საბჭოური განათლების სისტემა არავის ეგონოს მასწავლებლების სისტემა. მე გეტყვით, რომ 2008 წელს, როდესაც მე და ჩემი კოლეგები ვიმყოფებოდით ვაშინგტონში, ჰილარი კლინტონის მიწვევით კონგრესის ბიბლიოთეკა მიგვიწვია ჩვენ. ჩვენ ვაშინგტონის მერს შევხვდით და რა ვითხრა იცით მერმა? ჩვენ საბჭოური განათლების სისტემის ელემენტებს სწავლობთო, რომ დავნერგოთო ჩვენს ჰაისკულებში. იმდენად უნივერსალური და იმდენად გამართული იყო განათლების სისტემა. და შესაბამისად,
თუ ვინმე სწორი განათლების სისტემაში უფასო სწავლა-განათლების მიღების შესაძლებლობას გულისხმობს, ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ეს პრაქტიკები არსებობს. და იგივე გერმანიაში მაგალითად უფასო მათ შორის განათლების შესაძლებლობა საკმაოდ ხელმისაწვდომია. მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული გარკვეული სტუდენტების, აბიტურიენტებისა. მე ვფიქრობ, ამ მიმართულებით ძალიან სწორი ნაბიჯები იდგმება და ისევ და ისევ პარალელს თუ გავავლებთ, ძალიან კარგია, რომ ჩვენს მეზობელ ჩეჩნეთის ფედერაციის უკიდურეს სამხრეთ რეგიონში სწორედ აღმავალი დინამიკის ტემპია. სწორედ აი ამ მიმართულებით ისინი ძალიან დიდ დროს უთმობენ სწავლა-განათლების რისხის ამაღლებას. და თუ გაიხსნა ეს კავშირები კიდევ უფრო მეტი ჩეჩენი და ინგუში ახალგაზრდა შეძლებს საქართველოს ესტუმროს, ჩვენი ახალგაზრდები შეძლებენ ესტუმრონ. მე ვფიქრობ, ამით მხოლოდ იზეიმებს ჩვენი ქვეყნის მათ შორის ინტერესს. ძალიან საინტერესო ვიზიტი ყოფილა და ეჭვი არც მეპარებოდა და ეს თემა რო დავასრულოთ, ხომ არ იგეგმება საპასუხო ვიზიტი მათი საქართველოში? ჯერჯერობით ვყალიბდებით ამ საკითხშივებით ბატონ იბრაგიმ არსანოვთან ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი და ჯერჯერობით ყალიბდებით კიდე დამატებით პროექტებთან დაკავშირებით, როგორ შეგვიძლია გავაღრმავოთ ქართულ-ჩეჩნური, ქართულ-ინგუშური ურთიერთობა და რა კულტურული ღონისძიებები შეიძლება იქნეს დაგეგმილი. მინდა გითხრათ, არსებობს ქართულ-ინგუშური გრუპის სახლი თბილისში და ასევე მინდა გავაკეთოთ ცენტრი, რომელიც ასევე დაკავშირებული იქნება როგორც ქართულ-ინგუშურ, ისე ქართულ-ჩეჩნურ ურთიერთობებთან. მოგახსენებთ უკვე, რომ დაღესტანთან ესეთი ურთიერთობები არსებობს და საქართველოშიც ალბათ იმ კონფერენციის მერე აუცილებლად გაიმართება სხვა ღონისძიებები. ერთი კონფერენცია 2 წლის წინ ძალიან დიდი კონფერენცია საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკაში, თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაში. და აი ასე ნაბიჯ უნდა მივყვეთ და ჩვენ ჩრდილოეთ კავკასიელ ძმებთან სწორი ურთიერთობები, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ხაზი მინდა გავუსვა. აი ჩეჩნეთში ლაიტმოტივად დაძლებდა ჩვენს ურთიერთობას მათი მხრიდან ესეთი ფრაზა: ჩეჩნეთის მომავალი და მისი განვითარება, მისი პირდაპირ კავშირშია საქართველოს აღმავლობასთან და საქართველოს გაძლიერებასთან. ამას ჩვენ ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები გვეუბნეოდნენ. თუ საქართველო იქნება ძლიერი და აღმავალ გზაზე მდგომი, მაშინ ჩეჩნეთს ექნება მომავალი. ასე რომ ჩვენ ისე დაგვრჩენია, რომ ძმობით, სიყვარულით, ერთობით, საერთო კულტურული ტრადიციების გაზრით, ვთქვათ, განვავითაროთ სახალხო დიპლომატია და ამით ხელი შეუწყოთ რეალურ პოლიტიკურ პროცესებს. ძალიან კარგი. მოხარული ვარ ნამდვილად. ეხლა მაინტერესებს ასეთი რამ. იცი ალბათ იმ აზერბაიჯანთან გარკვეული გაუგებრობის თაობაზე, რაც შეიქმნა ჩვენ სახელმწიფოებს შორის. მაგრამ უშუალოდ ეს დეტალი შეიძლება უკვე ესე ვთქვათ, ნათქვამია, ახსნილია, მაგრამ მე უფრო გლობალურად მაინტერესებს. ეს ესე იგი ორი სახელმწიფო ერთი ერი, პლუს ბრიტანეთის აქტივობა სამხრეთ კავკასიაში, პლუს ეს ისევ უდიდესი თემა, დიდი თურანი, ეს თურქული საწყისზე მყოფი სახელმწიფოები. ხომ არ ხედავ იმისა, რომ გარკვეულწილად ჩვენ რაღაც საფრთხე გვემუქრება. შეიძლება საფრთხე გადამეტებულია, მაგრამ სიფრთხილე რო გვმართებს, ეს ნამდვილად ასეა. და აქვე კონტექსტში რომ განვიხილოთ, არის ასეთი ცნება უკვე, ეს ჩემი მოგონილი არის პოლიტიკური ისლამი. რამდენად ეს პოლიტიკური ისლამი იგრძნობოდა იქ, სადაც თქვენ იყავით და დაუშვათ იგივე სამხრეთ კავკასიაში და ჩვენს მეზობლად. დიახ, თუ ჩეჩნეთზე მეკითხეთ, ჩეჩნეთში ძალიან საგრძნობია ტრადიციული ისლამის ვთქვათ, გაძლიერება, რელიგიური სასულიერო დაწესებულებები ძალიან უხვად არის, ისევე როგორც საკულტო ნაგებობები მეჩეთების სახით. მინდა გითხრათ, რომ მთელ ევროპაში, ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი მეჩეთი და ძალიან გამშვენებული, უამრავი ძვირფასი ქვით შემკული არის ქალაქ შალიში. საკრალურად მნიშვნელოვანი ადგილია. როგორც გროზნოში რამოდენიმე ძალიან აი ბოლო დროს ძალიან ლამაზი ეს ნაგებობები
მეჩეთების სახით იქნა აშენებული. აღარაფერს გეუბნებით მედრესეების ძალიან დიდ რაოდენობაზე და არ ვიტყოდი რა თქმა უნდა რომ ეს თეოკრატიული სახელმწიფოა, თუმცა მაინც ნიშნავდა რომ რელიგიური სასულიერო განათლებისა და ყოფაცხოვრების პოლიტიკური ყოფაცხოვრების ყოფაცხოვრებაზე გავლენის ნიშნულად შეინიშნება ტრადიციული ისლამის გაძლიერების მაგრამ მე ამ შემთხვევაში ხაზს გავუსვავდი ბრიტანეთის როლს საქართველოს გარშემო ამ შემთხვევაში გულისხმობ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ურთიერთობის გაძლიერების ასპექტს როლსა და მნიშვნელობას. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც საქართველოს მოყვა დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს, მაშინ ბრიტანეთის არც თუ დაუფარავი მზაკრობით ჩვენ გახსოვთ ჯერ გადავკიდეს ნაკებს, შემდგომში მალევე 1918 წელს შექმნეს სამხრეთ-დასავლეთ ისლამური სახელმწიფო თანამედროვე თურქეთის აღმოსავლეთში, რომელსაც მაზრების სახით დაუქვედებარეს თბილისი და ერევანი. ეს ბრიტანელებმა გააკეთეს, რომლებმაც თავისუფლად 20 წელს შემდგომში დატოვეს რა ბათუმი ბოლშევიკების შემოსვლის შიშით, მთელი გარნიზონი შეიარაღების უბრალოდ ადგენდნენ და ჩაძირეს შავ ზღვაში იმის მაგივრად რომ ქართველებისთვის დაეტოვებინა. მე არ ვიცი რითია ამ პირობებული ისტორიულ ბრიტანელების მხრიდან ჩვენი ვერატა. მე მაინც რაც რელიგიურ ფაქტორს უკავშირებ, იმიტომ რომ ანგლიკანური ეკლესიის შექმნა მეფე მერვის მიერ ერთგვარად დაკავშირებული იყო კათოლიციზმის მიმართულებთან, ხოლო კათოლიციზმი თავის მხრივ იყო ის კონფესია და არის ის კონფესია, რომელიც მართლმადიდებლობას გამოეყო მე-19 საუკუნეში და წარმოიდგინეთ ახლა ანგლიკანური ეკლესია, რომელიც გაყოფის შედეგად არის, რა თქმა უნდა, დაუძინებელი მტევნებოდა მართლმადიდებელი იმპერიის, როგორც რუსეთის მართლმადიდებელი იმპერიის, ასევე მართლმადიდებელი სახელმწიფოს საქართველოს სახით. ასე რომ ის რომ სამეფო საიმპერატორო სისტემა მონარქიულმა დაემხო რუსეთში, დაემხო საქართველოში, ეს მხოლოდ ასე ვთქვათ ტრიუმფალური მონაპოვარი უნდა ყოფილიყო ანგლიკანიზმისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ პოლიტიკური ისლამის გაძლიერების გზით დაესუსტებინა საქართველოს ახლად ჩობილი დამოუკიდებელი რესპუბლიკა. და ეს დღემდე გრძელდება და დიდი თურანის იდეა, რომელიც გახლავთ თანამედროვე თურქეთის გეოპოლიტიკური მისწრაფება, არის ახალისებული დიდი გეოპოლიტიკიდან გამომდინარე, ანუ ბრიტანეთის ნეოიმპერიალისტური ზრახვებიდან გამომდინარე. და ის თურქეთიდან მოყოლებული ჩინეთის ჩათვლით მოიცავს მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეს მათ შორის და იგივე რუსეთის ფედერაციაზე არსებულ ალტაირეს და თურქულენოვან რესპუბლიკებს, ანუ ფედერაციის სუბიექტებსაც. ასე რომ თვითონ რუსეთსაც საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ იდეის პოლიტიკური ექსპანსია და ისევე როგორც ჩინეთს, რომელიც მილიარდობით ხარჯავს იმისთვის, რომ სამოქალაქო ზედამხედველობა გააძლიეროს იუგურების სახლებულ ჩრდილო-დასავლეთის რეგიონებზე. ესე რომ ეს არ არის მარტო თქვათ ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევა. მიუხედავად იმისა, რომ ახლო დიდ აღმოსავლეთში ჩვენ და სომხეთი რჩებით ორი ქვეყანა, რომელიც აი ამ უწყვეტი ჯაჭვის მიმდინარეობას წყვეტს. შესაბამისად, საქართველოს არის თუ არა სამიზნე? მე ვფიქრობ, რომ არის. ეს ობიექტურად გეოპოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არის სამიზნე. ამისთვის გვჭირდება ჩვენ სწორედ ბალანსის თეორიის გამოყენება. ბალანსის პროცესში ჩვენ რა თქმა უნდა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის წარდგენის გარდაუვალი ვალდებულების წინაშე მდგეთ წესით და კანონით, თუ კი რა თქმა უნდა პრაგმატულად ვაზროვნებთ და თუ კი გვაქვს სურვილი იმისა, რომ გადავრჩეთ შემდგომ ტურბულენციას და ჭყლეტებს, იმიტომ რომ მართლა ვართ ჭყლეტაში მოყოლილი პატარა ქვეყანა, რომელიც განიცდის შუა მხრიდან. და ახლა წარმოიდგინეთ, აი ამერიკულ-არაბული უპრეცედენტო თანამშრომლობის კონკრეტული ფაქტებია რა, ტრილიონი დოლარის ჩადების პირობა დადო საუდის არაბეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებში. და ამერიკულ-არაბული ურთიერთობები, რა თქმა უნდა, ნიკა გვაძლევს დაფიქრების უფლებას და საშუალებას, რომ არ მოხდეს აი ამ ელიტების
გამოყენებით საქართველოზე ახალი ეკონომიკური ექსპანსიის განხორციელება. გნებავთ საინვესტიციო პირობით, გნებავთ სხვა ტიპის ექსპანსიებით, როგორც რელიგიური, ეკონომიკური და ისე პოლიტიკური. ამიტომ ყველა მხრივ გვართებს ყურადღება, ყოველ მხრივ გვართებს სიფხიზლე. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ პროცესში იგივე 3+3 რეგიონალური თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც საქართველოს გამო ჯერ კიდევ ღია, იმიტომ რომ საქართველოს არ იღებს შემონაწილეობას, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემდა, რომ ბლოკირებული დერეფნები გამბლოკოს, აქ საუბარია ჩრდილოეთ სამხრეთის მართულებაზე და ამ გზით ივაჭროს პოლიტიკურად და რაზე უნდა ივაჭროს საქართველოს პოლიტიკურად თუ არა მთლიანობის აღდგენის სამგვარ საოცნებო პირობაზე. აი ეს პროცესი აბსოლუტურად შეჩერებული და აბსოლუტურად გაყინული. ჩვენ ჯერ კიდევ ვაცხადებთ, რომ ჩვენი საბოლოო არჩევანი ეს არის ევროკავშირი, ეს ატლანტიკური სივრცე, რაც ნამდვილად არ შეესაბამება იმ აღებს, რომლის გამოწვევის წინაშე ვართ ჩვენ. მთლიანად საქართველოს. ასე რომ უნდა დასრულდეს საქართველოში საქართველოს ობიექტი სხვისი გეოპოლიტიკური თამაშებისა და საქართველოს უნდა გახდეს სუბიექტი საკუთარი უსაფრთხოებისა. აი აქამდე უნდა დავიყვანოთ ჩვენი უსაფრთხოების კონცეფცია. მაგრამ ამას ჭირდება ხოლმე მეორე ძლიერი პოლიტიკური პროცესის არსებობა ქვეყანაში. და ეს პროცესი ვერ შეიქმნება მანამ, სანამ აი ეს ნაციონალური კოლექტიური ნაცმოძრაობა ერთხელ და სამსრულდება კანონის ძალით. კანონის, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინების დონეზე უნდა იქნეს მიღებული. და უნდა მოხდეს სრული ანულირება, სრული ლიკვიდაცია ამ ჩანასახისაც კი არ ამსწრებს. დიმიტრი, ეხლა ისეთ ფაზაში შედის ევრაზიაზე გადამწყვეტი კონფლიქტი, უკრაინა-რუსეთს გულისხმობ, რომ ისეთი პირი უჩას ყოველ შემთხვევაში, რომ თეთრი სახლის მეცადინეობით შესაძლოა პირველი ჩარჩო ხელშეკრულება შეთანხმება წელსვე დაიდოს. მით უმეტეს დღევანდელი ნიუსებიდან გამომდინარე, თითქოს ტრამპს სურს, რომ კათოლიკურ შობამდე მოახერხოს ეს ყველაფერი. და როგორ ფიქრობ? მე წინა რესპონდენტებთან მქონდა საუბარი ჩვენ საერთო მეგობრებთან და ყველას ვეკითხებოდი, რომ როცა გამოათავისუფლებს რესურსს რუსეთის ფედერაცია ამ კონფლიქტის ან გაყრვინით, ან გადავადებით არ აქვს მნიშვნელობა, ან დასრულებით. ის მოუბრუნდება სამხრეთ კავკასიას და ცენტრალურ აზიას. იმიტომ რომ რაც ახლა შენი საუბრე 2 წუთის წინ, ეს არა მარტო ჩვენი პრობლემაა, არამედ მათი პრობლემაა. აი როგორ ხედავ ჯერ ეს კონფლიქტი როგორ წარმოგიდგენია რუსეთ-უკრაინის და შემდეგ დასრულების შემდეგ ჩვენ რა სიტუაციაში აღმოჩნდებით? ყველა ძალიან კარგად ხედავს თელ სოფლიოში, რომ რუსეთ-უკრაინის სამხედრო პოლიტიკურ დაპირისპირებას საბოლოოდ, ასე ვთქვათ, ეს დაპირისპირება მიდის ფინიშისკენ. ტრამპის ბოლო განცხადებები, რომ ის ხედავს აუცილებელ პირობად, რომ უკრაინაში ჩატარდეს ახალი საპრეზიდენტო არჩევნები, ეს მე მგონი არის ის განცხადება, რომელიც დიდი ხანია მცირდებოდა თეთრ სახლში და საბოლოოდ მიიღო კიდეც ის ფორმა, რომელსაც წინამდებობას ვერ უწევს თავად ზელენსკი, რომელიც აცხადებს, რომ ის მზად არის 2-3 თვეში უზრუნველყოს ახალი საარჩევნო პროცესი ახალ პრეზიდენტის ასარჩევად. თუმცა უნდა ითქვას, რომ 2024 წლის მარტიდან ის აღარ არის უკვე ლეგიტიმური პრეზიდენტი, ვინაიდან სწორედ ამ დროს ამოეწურა მას ვადა საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე, მან უბრალოდ უარი თქვა ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე ფორს-მაჟორში. მაგრამ დე-ფაქტო რა თქმა უნდა, უკრაინა საჭიროებს ახალ პრეზიდენტს იმისთვის, რომ ლეგიტიმაციის პირობებში მოხდეს სამშვიდობო პირობის ახალი ხელშეკრულების გაფორმება. გნებავთ ეს ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით თუ მის გარეშე. რა თქმა უნდა, მის ჩართულობით მოხდება აღნიშნული პირობის განსაზღვრა. ეს მოხდება ალბათ მოდის იანვარ-თებერვალში, როგორც ვარაუდობენ ექსპერტები, უადრეს ვინაიდან არჩევნების შედეგების მიხედვით მოხდება უკვე ახალი საზავო პირობის დადება. რაც შეეხება იმას, რომ უკრაინა გადასცემს 1/5 რუსეთს დე-ფაქტო იურიდიული
ასე ვთქვათ, თანხმობის გარეშე ამ ტერიტორიებთან მიმართებით, ამ ზელენსკის აქვს გარკვეული პოზიტიური მოსაზრებები, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სანამ არ მოხდება ახალი საარჩევნო, ასე ვთქვათ, ბატალიები არ შედგება და ახალი არჩევნების შედეგად ახალი არ გამოვლინდება, მანამდე ზელენსკის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მე ვფიქრობ არავით არის რაღაცა მნიშვნელობა, არავით არის განსაკუთრებული დატვირთვა აღარ ეძლევა. რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას, იმასთან თუ რამდენად შემოტრიალდება რუსეთის სხვა მიმართულებით პოსტსაბჭოურ სივრცეში, სადაც მას გარემები უკვე შეუქმნეს. როგორც ყაზახეთის მიმართულებით, აზერბაიჯანის მიმართულებით, მე ვფიქრობ, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც არამც თუ არ შეუქმნა რუსეთს პრობლემები, არამედ პირიქით ძალიან სწორად, პრაგმატულად, ბრძნულად გამოიყენა ახალი შესაძლებლობების ფანჯრები, რომელიც 22 წლის თებერვლიდან გაჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის და პირიქით ის არის და ეკონომიკური აღმავლობის, ასე ვთქვათ, მოდელიც კი შექმნა და 7% ახლა ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს შეენარჩუნებინა ამავე დროს სტაბილურობა, პოლიტიკური თვალსაზრისით და მშვიდობა, უზრუნველობა. თუმცა ეს უკვე აღარ საკმარისი პირობა იმისთვის, ჩვენ გულხელდაკრეფილები ვიყოთ და ხვალინდელი დღის იმედი გქონდეს ამ 2022-დან 2025-მ განხორციელებული სწორი და პრაგმატული გამომდინარე. კალეიდოსკოპური, ასე ვთქვათ, ცვლილებებით იცვლება ჩვენს გარშემო ვითარება. ხო ხედავთ, აზერბაიჯანი, რომელიც გუშინ წინ დიდ რამბებს გვიმღეროდა, გუშინ წინ გამოაცხო განცხადება, რომ ბაქო თვლის, რომ თბილისმა არ უნდა მოთმინება. გაცრავად, ესეთი განცხადება, მკვახე განცხადება იმ პირობებში, როდესაც საქართველოს აზერბაიჯანის დერეფნის, შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია და ითვლებიან სტრატეგიული მნიშვნელობად არ უნდა კეთდებოდეს. რა, ასე ვთქვათ, კულუარული ინფორმაციაც არ უნდა ედებოდეს საფუძვლად. ამ შემთხვევაში საფუძველი დაედო აზერბაიჯანს სომხეთს შორის განვითარებული, ანუ აღდგენილი საავჭრო ეკონომიკური რგოლებიდან გამომდინარე იმ ტარიფს, რომელსაც საქართველო განსაზღვრავს თავისი მოსაზრებებიდან და თავისი პრაგმატული ინტერესიდან გამომდინარე. და თუ კი საქართველოს მიერ დაწესებული ტარიფი ახალი, ამისთვის არსებობს გარკვეული მოლაპარაკებების რეჟიმი, რომელშიც უნდა წყდებული საკითხი და არ ესეთი მკვახე განცხადებები, რომელიც მიმართული იყოს სწორედ პროვოკაციისკენ. ხაზი მინდა გაუსვა, ყოფილიყო ამის ინსპირატორი, გასაგები ხა აზერბაიჯანი სახელმწიფო პოლიტიკური მოწყობის სისტემიდან გამომდინარე, ადვილწია რომ ხელისუფლების ნების გარეშე არანაირი განცხადება, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან ასე საჯაროდ არ უნდა ვრცელდებოდეს, ვერ უნდა ვრცელდებოდეს. შესაბამისად, ამას ჰქონდა რაღაცა პროვოკაციული ეფექტი, რომელსაც არ აყვა ამ შემთხვევაში ჩვენი პრემიერი და მინდა გითხრათ, ჩემი პირადი შეფასებაა, რომ იქნა სწორი პოზიცია, გადაწყვეტილება მიღებული, რომ ერთჯერადად დასტურად და ნიშნად იმისა, რომ საქართველოს ამ სატარიფო პოლიტიკით არ ემსახურება რაღაც, ასე ვთქვათ, ბლოკირებას აზერბაიჯანს სომხურ ურთიერთობებში, გამოდის თავის პრაგმატული ინტერესიდან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ერთჯერადად უფასოდ გატარდეს ეს ტვირთები, ხოლო შემდგომში იქნება უკვე დაფიქსირებული, ვთქვათ, ამ ლოჯისტიკურ ჯაჭვში იქნება დაფიქსირებული საქართველოს ლეგიტიმარესები. ეს ის ტვირთებია, რომელიც ლარსზე იყო, ხო, გაჩერებული, მე ამ ტვირთებზეა საუბარი. არის სარკინიგზო მონაკვეთით. სარკინიგზოს მონაკვეთი, კი, ეს სარკინიგზო მონაკვეთი. იმიტომ რომ ერთ-ერთ განცხადებაში ზუსტად ძღოლები ყავდათ მოყვანილი, როგორც ფაქტად, ამ აზერბაიჯანულ მხარეს და იმიტომ დამაინტერესა. ანუ საერთოდ თუ საავტომობილო სატრანსპორტო გადაზიდვებს თუ შევეხებით, აზერბაიჯანს ჩაკეტილი აქვს საზღვარი. ზუსტად. და ჩვენ ვერ ვსარგებლობთ აზერბაიჯანის ტერიტორიით, არადა მოგესწრებათ, რომ აფხაზეთის ბლოკადის პირობებში ჩვენთვის აზერბაიჯანული დერეფანი დარუბანდის მიმართულებით, დერბენტის მიმართულებით, რა თქმა უნდა, იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი გამოსაყენებელი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა, მაგრამ ჩვენ ვერ ვხსნით ამ გზას. აზერბაიჯანმა დახურა ის კოვიდის პირობით, ფორმალური საბაბით, მაგრამ სინამდვილეში მას გააჩნია თავისი, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების შლეიფი, შეიძლება ასე ითქვას და არც მალავენ აზერბაიჯანელი ექსპერტები იცავენ
დასავლური ექსპანსიისგან, კერძოდ ფრანგული სპეცსამსახურებისგან, რომლებსაც თურმე თქვათ, ინტერვენციები ჰქონდათ განხორციელებული აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საქართველოს მხრიდან. ამის გამო კეტავენ ისინი ამ საზღვრებს საავტოსატრანსპორტო გადაზიდვების და მოძრაობის თვალსაზრისით. ისე უცნაურია, რომ 22 წლიდან საერთოდ კოვიდზე აღარ ვისაუბრობს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მერე. აღარც საქართველოში არის ფრანგული სადაზვერვო კადრი, სალომე ზურაბიშვილს გულისხმობ, მაგრამ საზღვარი ისევ ჩაკეტილია. ანუ მიზეზებს რა დალოს დიმიტრი, მაგრამ არ უნდა გაგვიკვირდეს ალბათ, როცა აზერბაიჯანის ეკონომიკის წამყვანი წილი British Petroleum-ს უჭირავს და რას უნდა ველოდეთ, ხო? British Petroleum-ს უჭირავს და ასევე უნდა აღინიშნოს ყარაბაღის ყველა მსხვილგადამხდელ საწარმოში არიან ბრიტანელების შესულები ინვესტიციებით და თქვათ ფაქტიურად საკონტროლო პაკეტებს ისინი ფლობენ. როგორც ოქროს მოპოვების, ისე ელექტროსადგურების მართვაშიც. და ეს შემთხვევითი ბრიტანეთი ამ მხრივ აკონტროლებს თავის პოლიტიკური გავლენების გაძლიერებაზე ზრუნავს და ეს შეთანხმება მასა და თურქეთს შორის უკვე დიდი ხანი არსებობს და აზერბაიჯანიც ამას გაგებით ხდება. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ის, რომ აზერბაიჯანს დაეძაბა ვითარება რუსეთთან, სწორედ პოლიტიკური თვალსაზრისით მისი მიზეზი არის ესეც. თავის მხრივ, იმიტომ რომ აზერბაიჯანმა თავის დროზე აწარმოა ძალიან პრაგმატული პოლიტიკის რუსეთთანაც თბილ ურთიერთობებში იყო, თურქეთთანაც, გლობალურ დასავლეთთანაც და მაქსიმალურად ცდილობდა ყველა მხრიდან მიეღო თავისი სარგებელი. უნდა აღნიშნოთ, რომ ამ თვალსაზრისით ალიევის პოლიტიკამ გაამართლა და ის შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან და წარმატებულ მმართველად თავისი ქვეყნის პატრიოტად თავისი ქვეყნის, მაგრამ სხვა საკითხია, რომ აზერბაიჯანი ცდილობს ის გავლენები მოიპოვოს კავკასიაში, რომელიც მას ისტორიულად არ ჰქონია. იმიტომ რომ კავკასიის ცენტრალობის თვალსაზრისით საქართველო იყო უკონკურენტო და პოლიტიკური თბილისი, რა თქმა უნდა, იყო კავკასიის პოლიტიკური მისი ჰაბი, ძირითადი და ამავდროულად კულტურული ცენტრიც. ნელ-ნელა ჩვენ ეს რეგალიები ჩამოგვერთვა, ძალიან კარგად ხედავთ ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს და რა თქმა უნდა, თურქულ-ბრიტანული მხარე აზერბაიჯანი შეეცადა, რომ გამხდარიყო უპირობო ლიდერი ამერიკაში. მათ შორის ჩვენი ეკონომიკური ინტერესების დასუსტებით. მოდით პირდაპირ ვთქვათ, ხა აფხაზეთის რკინიგზის ხსნის იდეა ჩვენ მოცებულები ვართ ამ იდეით და ვსასუებთ, რომ მას უნდა მოყვეს პოლიტიკური დივიდენდები, შესაძლოა ზოგიერთ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში სულაც არ იყოს მისასალმებელი, იმიტომ რომ ამით ჩვენ დამატებით კონკურენტულ, ასე ვთქვათ, რეჟიმს ვთავაზობთ და პირიქით მათ ურჩევნიათ, რომ იგივე ზანგეზურის გახსნით განტოტონ, ასე ვთქვათ, აბრეშუმის გზის ტრადიციული ნაკვეთი, რომელიც საქართველოს გადის და საქართველოს შეუმცირონ ამ თვალსაზრისით ტვირთები. თავის მხრივ ბუნებრივია ეს მოცემულობა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ განვავითაროთ ახალი დერეფნები და ახალი დერეფნების განვითარება მათ შორის გულისხმობს ბოლო დროს რუსეთის მხრიდან გაკეთებულ განცხადებაზე დაფიქრებას, რომ მოგესალმებათ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ბატონმა მასუკმა გააკეთა ეს რუსეთი მიესალმება საქართველოს ჩართულობას ჩრდილოეთ სამხრეთ მაგისტრალზე 7500 კილომეტრიან მაგისტრალზე იყოს აქტიური მონაწილე ამ ეკონომიკური პროცესისა, რომელიც პეტერბურგს აერთებს მუმბაი, რთავს სპარსეთის ყურის ყველა ქვეყანას აბსოლუტურად და ხდის ამ დერეფანს ძალიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ და პოლიტიკურად მნიშვნელოვან დერეფნად. ისე რომ ნახეთ როგორი ვითარება, არ არსებობენ მუდმივი ინტერესები და პრაგმატული შეფასება დღეს ჩვენ უნდა გვაფხიზლებდეს. თორე ეს ძალიან ხშირად აზროვნებს ხოლმე ესეთი რაღაც გარკვეული დაპირული ემოციებით და მტრის იდენტიფიცირებას ცდილობს და მტრის ხატის გზით ცდილობს, რომ დაიკმაყოფილოს თავისი რაღაც გარკვეული ინტერესები, ცნობის მოყვარეობა, უпростоრად ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით. ეს უნდა გადავიდეთ პრაგმატულ სიფსისხლიან დამოკიდებულებაზე, გეოპოლიტიკა უნდა გვახსოვდეს, რომ არის შემაზრწუნებლად ამორალი და მან არ იცის დანდობა და ამისი მაგალითები არიან ის ქვეყნები, რომლებსაც გააჩნიათ გეოპოლიტიკა, ბუნებრივად საქართველოს გეოპოლიტიკა
იწყება და ამ ეტაპზე მთავრდება აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული დაკარგული ტერიტორიები და მაქსიმალურად მოვახდინოთ ქვეყნიდან წასული ადამიანების უკან და მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით სხვათა შორის ნიკა უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჩვენი დევნილების დაბრუნების ჰუმანიტარული საკითხი უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომლითაც ჩვენ უკვე დღეს უნდა ვიწყებდეთ ჩვენს სამთავრობო სხდომებს და ეს რიგში უნდა დგებოდეს ეს ჰუმანიტარული საკითხია. ამ საკითხზე ვერავინ ვერ იტყვის. მათ შორის სომხეთი, რომელიც ამაზე უარს ამბობდა ყარაბაღთან დაკავშირებით პრობლემებიდან გამომდინარე, დღეს მხარს უჭერს საქართველოში დევნილების უკან დაბრუნებას. ისე როგორც ასევე თურქეთი. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ 3+3 ფორმატში საქართველოს რეგიონალური თანამშრომლობის ფორმატში მიიღებს მონაწილეობას, მაშინ აზერბაიჯანის, თურქეთის, ირანის, სომხეთის ასე ვთქვათ, პოზიციიდან გამომდინარე, რუსეთი არჩება აბსოლუტურ უმცირესობაში. და ბუნებრივია ეს იქნება ის გარემტეხი მომენტი, როდესაც აფხაზებიც და გაგებით უნდა მოეკიდნონ შემდგომ განვითარებულ პროცესებს, მაგრამ ამას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჭირდება პოლიტიკური პროცესის შექმნა. ჯერჯერობით ჩვენ გაჩერებულები ვართ. აი ველოდებით შიდა დაწმენდას, ასე ვთქვათ, წყლისმენდას, ამღრეული წყლის დაწმენდას, რომ შემდგომში უკვე ახალი პარლამენტის, ახალი პოლიტიკური ელიტების შეობით გადავიდეთ ეტევაზე, შეიძლება ასე ითქვას, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე. და ჩვენი საუბრის ბოლოს ესეთი შეკითხვა, მე აფხაზეთზე მინდოდა ზუსტად რკინიგზაზე მესაუბრა და კარგია რომ ჩვენი საუბარი აქამდე მივიდა. ჩვენ ხედავთ, რომ რა მოცემულობის წინაშე დადგა უკრაინა და რუსეთის ულტიმატუმი. კონფლიქტის ყოველი გადადებული დღე არის თქვენი მეტი ტერიტორიის დაკარგვის პირდაპირ პროპორციული. ეხლა ტრამპმაც დაიჭირა ესეთი დამოკიდებულება, რომ ან რუსეთთან დალაგდით, ან მე საერთოდ გავალ და უკრაინა რჩება ისეთ მოცემულობაში, რომ ფაქტობრივად ზელენსკის მიმართ პოლიტიკოს ჟურნალისტთან ინტერვიუსას ტრამპმა განაცხადა, რომ წინა თარიღები მოიყვანა და მოკლედ ესე თქვა, რომ აი წინა თარიღებზე რომ დაუშვათ უკრაინის ხელისუფლება წამოსულიყო შეთანხმებაზე, ბევრად ნაკლებს წააგებდა. ანუ ყოველი გადადებული დღე მეტი პრობლემა და მეტი დანაკარგია. და ხომ არ ფიქრობ შენ, რომ რაღაც ამდაგვარი მეთოდით მოგვიდგება, რომ შევინარჩუნოთ ის სტატუს კო რაც არის და შეინარჩუნოთ თქვენი კეთილდღეობა. იმიტომ რომ 2008 წელი არ აღმოჩნდეს დაუშვათ როგორც უკრაინელებისთვის 2022 თურქეთის სტამბოლის ხელშეკრულებას გულისხმობა, ან 23 წლის მომდევნო ხელშეკრულების ჩასლა. როგორ ფიქრობ, ამის საშიშროება არის თუ დაგვრჩა კიდე იგივე რკინიგზის თემით ჩვენ რაღაცა მოპოვება, იმიტომ რომ არაერთი ექსპერტი გამოვიდა საქართველოში და არა მარტო. სადაც ამბობდნენ, რომ ეს საკმარისი არგუმენტი არ არის. აფხაზეთზე ესე ვთქვათ, გავლილი რკინიგზა. რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, ასეთი საშიშროება არის და არსებობს თუ ჩვენ ინიციატივას დავკარგავთ. და ჩვენ ინიციატივა უნდა გამომდინარეობდეს იმ მოცემობიდან, რომელიც მათ შორის ქართულ-ჩინურ სტრატეგიულ ურთიერთობებს გულისხმობს. მათ შორის ამერიკულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას გულისხმობს, რომელიც სიტყვიერად იქნა გაუქმებული, თუმცა ფურცელზე ის არავის არ გაუქმებია. უნდა აღინიშნოს ძალიან სასიხარულო ამბავი ქალბატონი თამარ ტალიაშვილის ესეთი ძალიან კარგი, ლამაზი, პომპეზური მიღება თეთრ სახლში უშუალოდ ტრამპის გარემოცვის მიერ, უშუალოდ ტრამპის მიერ და გვაიმედებს, იმიტომ რომ სწორი დიპლომატია ყოველთვის არის საფუძველი ჯანსაღი პროცესის წარმართვისა. თუ ბატონი ტრამპი, რომელიც მშვიდობ დარგში ნობელის პრემიის ლაურეატობის კანდიდატია, ღიად აცხადებს, რომ მან მოაგვარა რამდენიმე ათეული მსოფლიოს მასშტაბით და თუ ვითვალისწინებთ, რომ საქართველოს როგორც მისი სტრატეგიული პარტნიორი არის სწორედ ის ქვეყანა, რომელიც არ მოუგვარებია ჯერჯერობით და თუ კი ტრამპს შეუძლია აღნიშნული საკითხის ირგვლივ თავისი პოზიტიური როლი შეასრულოს და გამოთქვას მოსაზრება, მე ვფიქრობ, ეს ადგება ინიციატივას, რომლის არ დაკარგვაზეც მქონდა ახლა ცოტა ხნის წინ საუბარი. ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი არის სწორედ ის ორი დიდი მოკავშირე ჩვენთვის სიტუაციური მოკავშირე ამავე დროს, რომლებსაც შეუძლიათ, რომ საქართველოს ინტერესთან გამომდინარე ასეთი საკითხი და მაქვს ინფორმაცია, რომ ჩინეთი არც მალავს
ასეთი ინიციატივის დაყენების შესაძლებლობას, იმიტომ რომ ანაკლიის სპორტში მისი ინვესტიციების შემდგომი, ასე ვთქვათ, ინვესტიციების ჩადების შემდგომი პირობა, რა თქმა უნდა, ნიშნავს გადაზიდვების უზრუნველყოფას ჩინეთიდან აფრიკის კონტინენტზე. ამას სჭირდება სტაბილური გარემო, ამას სჭირდება ტერიტორიული თმობის სახით ის სტაბილური გარემო, რომელსაც გარანტიები უნდა უზრუნველყოს მრავალი წლით. ბუნებრივია, ამაში ძალიან კარგად აცნობიერებენ და შემთხვევითი არის, რომ მაგალითად სამაჩაბლოსში, სადაც სამჯერ იქნა გამოვლენილი ესეთი ინიციატივა, რომ რუსეთთან შეერთების სახალხო რეფერენდუმი ჩატარებულიყო, სამივეჯერ რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან იქნა უარყოფილი. აფხაზეთში ცოტა სხვა პირობაა, სხვა ვითარებაა, იქ აფხაზური ოპოზიცია საკმაოდ აქტიურად და არის პრო-თურქული, მოგახსენეთ კიდეც არსო შუაფშხულზე, რომელიც ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელია და რომელიც თურქეთთან ურთიერთობას არ მალავს და აი ეს ყველაფერი შეიძლება გახდეს გარემოებათა ის თანხwebdriver, რომელმაც საქართველოს უნდა მიცეს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ხმამაღლა მინდა ვთქვა, რომ ის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ ჯერ კიდევ რომ ესე იგი არ გაუშვათ ხელიდან და ვაჭრობის საგნად ვაქციოთ ყველაფერი, მათ შორის დიახ რკინიგზის გახსნაც. იმიტომ რომ რკინიგზის გახსნა სომხეთის ეკონომიკისთვის არის სასიცოცხლოდ მაგრამ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობა, რა თქმა უნდა, ითვალისწინებდეს ქართულ ინტერესს. და აი ამ ინტერესის გზაზე დემილთა უკან დაბრუნების საკითხი, მე ვფიქრობ, არის ერთ-ერთი ჰუმანიტარული პირობა. არ დაგვავიწყდეს, რომ ქართველების რაოდენობა, ეთნიკური ქართველების რაოდენობა აფხაზეთის ომამდე 48.7%. ანუ ნახევარი მოსახლეობისა ვიყავით ჩვენ ქართველები და როდესაც 50,000 ადამიანი არის განდევნილი იმ ტერიტორიული ერთეულიდან, რომელიც დღეს ოკუპირებულია, რა თქმა უნდა, მსოფლიო თანამეგობრობის დაინტერესებული ჩართულობით ჩვენ შეგვიძლია ბევრ რამეს მივახციოთ იმ ახალ თანამედროვე რეალიებში. იმიტომ რომ აფხაზეთისგან, რომელშიც როგორც მოგახსენეთ, 50% ვიყავით ეთნიკური ქართველები, განსხვავებით თუ პირიქით ანალოგიით რომ ვისარგებლოთ, არა, ნოვოროსია, ანუ შავიზღვისპირეთის ჩრდილოეთი ტერიტორია იყო სულ რუსებით დასახლებული. ეს იყო რუსული ისტორიული მიწები, თქვენ ნიკოლაი გოგოლის ტარას ბულბათს დაგვეხმარებათ ისტორიული ჟანრის ნაწარმოები, რომელშიც ძალიან კარგად ჩანს თუ იდენტიფიცირებას როგორ ახდენენ ზაპოროჟიეს კაზაკები საკუთარ თავთან მიმართებით, რუსებს უწოდებენ, რა. იგივე ტარას ბულბა თავისი ოჯახით. იმიტომ რომ მართლმადიდებლობა იყო მაიდენტიფიცირებელი ამ ეროვნული იდენტობისა. შესაბამისად, ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ ეს ასე არა. ჩვენ ვამბობთ, დიახ, რუსეთს გააჩნია თავისი ინტერესები, თავის ისტორიულ მიწებზე, მაგრამ საქართველოს გააჩნია თავისი ისტორიული ინტერესები აფხაზეთთან მიმართებით, რომელიც ეგრისის სამეფოს დროიდან არის მის შემადგენლობაში. და შესაბამისად, განდევნილი ქართველების უკან დაბრუნების არავის არ გაუუქმებია საერთაშორისო სამართალს. ასე რომ ძალიან ბევრი ბერკეტი გვაქვს გამოსაყენებელი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეხლა ჩვენ ვებათ ბევრი მოკავშირე და მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაში ჩვენი ძმებთან ურთიერთობის დათბობა და მათთან ასე ვთქვათ, ურთიერთობის გაღრმავება უნდა მოგვიტანოს შედეგი, იმიტომ რომ კავკასიელ ერებს შორის არის მაინც გარკვეული სოლიდარობა, გარკვეული ავტორიტეტები არიან ჩვენი ვაინახი-ძმები და ჩვენ თუნდაც ეს პატარა კომპონენტი უნდა გამოვიყენოთ ამ გლობალური პრობლემის დასაძლევად. თითო, ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისთვის, ამ ინტერვიუსთვის, ამ ინფორმაციისთვის, რაც მე მომაწოდე და ჩვენს მაყურებელს და მინდა ესეთი ამ პოზიტიურ ნოტაზე დავასრულოთ დღევანდელი ჩვენი პოდკასტი და გისურვებ წარმატებებს, ბედნიერებას, დამდეგს, რაღა დარჩა უკვე და შვიდობა გქონოდეთ შენ ოჯახს, შენ სამეგობროს და ზოგადად მთლიანად საქართველოს. თქვენ კიდევ მეც ასევე გისურვებ კეთილს, მშვიდობას და ჩემი თხოვნა იქნება აუცილებლად მოინახულე რესტორანის საფერავი მაღაზია. ყველა ვარიანტში ჩვენ შევთანხმდით და აბობე რომ ყველა მოლოდინს გადაჭარბა იმდენად წარმატებული პროექტი. კი, ვესაუბრე ქალბატონს გოგონას და აუცილებლად უახლოეს მომავალში მივალ. და თქვენ კიდე პატრიცემოლო მაყურებლებო, ვისაც მოგეწონათ ეს პოდკასტი, ეს ვიდეო, გთხოვთ გააზიაროთ და გაავრცელოთ.
დიტო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და დროებით ჩვენ ხაზზე ვიქნებით, მაგრამ სტუდიურ საუბარს ალბათ განვაგრძობთ ნაახალ წლებს დეკემბრის თვეში, შესაძლოა რაღაც საინტერესო რაღაცებიც მოხდეს და ნაახალ წლებს მოკლედ დაუბრუნდეთ სოფლიო პოლიტიკის განხილვას. აბა დროებით. დიდი მადლობა ნიკა, მშვიდობით დროებით.